კურსის განმავლობაში ბევრჯერ ვახსენე კალორიები, მაკრონუტრიენტები და მათი რაოდენობების რეკომენდაციები. რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ცხიმის დასაკლებად, კუნთის მოსამატებლად ან უბრალოდ ჯანსაღი კვებისთვის კალორიების და მაკრონუტრიენტების დათვლა აუცილებელია. სიმართლე ისაა, რომ ჯანსაღი და ფორმაში მყოფი ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი თითქმის არასდროს ითვლის კალორიებს. საკვების ასე ზუსტად გაზომვა მაშინაა საჭირო, როცა პირველ რიგში ამას მიზანი მოითხოვს, მაგალითად ბოდიბილდერი თუ ხარ, ან განსაკუთრებით კარგ ფორმაში გინდა ჩადგე. მაშინ როცა სხვა შედარებით მარტივი მეთოდები ცადე და ისინი შენთვის არ მუშაობს, ან როცა არანაირი დროის დაკარგვა არ გინდა და ზედმეტი ძალის ხმევა სიზუსტედ გიღებს. დანარჩენი ადამიანებისთვის, ვისაც განსაკუთრებული მიზნები არ აქვთ და უბრალოდ უკეთესი სხეული და ჯანსაღი ცხოვრება აინტერესებთ, საქმე ბევრად უფრო მარტივადაა. ალბათ ახლა კითხვა გაგიჩნდება თუ როგორ უნდა შექმნა კალორიული დეფიციტი, თუ არ იცი რამდენს ჭამ, ან როგორ უნდა მიიღო საკმარის ცილა, თუ არ იცი რომელი საკვები რამდენს შეიცავს. რაც მართალია, კვების კონტროლის გარეშე ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევ. მაგრამ საქმე ისაა, რომ საკვების გასაზომად მხოლოდ მისი გრამებში აწონვა და შემდეგ კალორიების გამოთვლა ერთადერთი მეთოდი არ არის. ასევე არსებობს შედარებით ნაკლებად ზუსტი, მაგრამ ბევრად უფრო მარტივად გამოსაყენებელი ხელსაწყო, რომელიც ყველას დაბადებიდანვე მოყვება. ეს არის ჩვენი ხელები. ხელებით შეგვიძლია გავზრმოთ პორციები ისე, რომ არც ცილა დაგვაკლდეს, არც რომელიმე სხვა ნუტრიენტი და თან ჩვენი მიზნისთვის შესაბამისი კალორიებიც მივიღოთ. ხელების მეთოდი ზუსტად იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ჯანსაღი კვება და წონის კონტროლი აინტერესებს, მაგრამ სასწორის სატარებლად და კალორიების დასაცვლად არცალია, ან უბრალოდ სურვილი არ აქვს. სიმარტივესთან ერთად ეს ადამიანების უმეტესობისთვის ძალიან ეფექტური მეთოდიცაა, ამიტომ აღარ დავაყოვნებ და მოდი ავხსნი როგორ მუშაობს. პირველ რიგში უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორი საკვების მიღება შეიძლება ასეთი კვების დროს, იმიტომ რომ ყველანაირ საჭმელს ხელების ზომით ვერ გაზომოთ. ისეთი ნაკლებად გადამუშავებული საკვები, როგორც არის მაგალითად წიწიბურა და ბრინჯი, ერთმანეთს გვანას შემადგენლობით, ამიტომ ორივეს მუჭებით გაზომა შეგიძლია, მაგრამ კვებაში ჩიფსი ან მსგავსი საჭმელი რომ და მარტო ყველაფერი აირეო. ამიტომ უნდა გაითვალისწინო, რომ ასეთი კვება მორგებულია მხოლოდ ნაკლებად გადამუშავებულ მთლიან საკვებზე. ასეთი საკვებია ჯანსაღი ცილები, როგორიცაა ქათმის ფილე, უცხიმო საქონლის ხორცი, ხაჭო, ინდაურის ხორცი, ნახშირწყლები, როგორიცაა ბრინჯი, ლობიო, მთლიანი მარცვლის პური, კარტოფილი, ხილი, ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი და ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, თხილეული და ავოკადო. ეს ჩამონათვალი რა თქმა უნდა სრული არ არის და არც იფიქრო, რომ აქ ჩამოთვლილ საკვებშია რამე განსაკუთრებული. უბრალოდ ცხადი მიზეზების გამო აქ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით. მთავარი მიზანი ის არის, რომ დაახლოებით მივხვდე, როგორ საკვებზეა საუბარი. ნებისმიერი ბოსტნეული, ნებისმიერი ნაკლებად ცხიმის მქონე ცილის წყარო, ნებისმიერი ჯანსაღი ცხიმი და ნებისმიერი ნაკლებად გადამუშავებული ნახშირწყალი მისაღებია. ახლა უკვე ვიცით, როგორი საკვები უნდა ვჭამოთ, ამიტომ მოდი გადავიდეთ ულუფების ზომებზე. მეთოდის სახელიდან გამომდინარე ულუფებს გავზომავთ ჩვენი ხელებით. უფრო კონკრეტულად, ხელის გულებით, მუშტით, მუჭით და ცერათითებით. დღეში იქნება 4 კვება, თითო კვებაზე 4-ვე კატეგორიიდან, ანუ ცილებიდან, ცხიმებიდან, ნახშირწყლებიდან და ბოსტნეულიდან უნდა ერჩიო 1 პროდუქტი და გაზომო შემდეგი რაოდენობები. 1 ხელის გულის ზომა ცილებიდან, 1 მუშტის ზომა ბოსტნეულიდან, 1 მუჭი ნახშირწყლებიდან და 1 ცერათითის ზომა ცხიმებიდან. ეს რეკომენდაცია არის ქალებისთვის, ხოლო კაცებისთვის შეგიძლია უბრალოდ ულუფები გააორმაგოთ. ანუ 2 მუშტის ზომა ბოსტნეული, 2 ხელის გულის ზომა ცილა და ასე შემდეგ. ასეთი მიდგომა იმიტომ მუშაობს, რომ ადამიანების უმეტესობას თავიანთი სხეულის ზომის პროპორციული ხელები აქვს. ანუ ჩემთვის 2 ხელის გულის ზომა ცილა დაახლოებით იმდენი გამოვა, რამდენიც ჩემს ორგანიზმს სჭირდება. ხოლო შედარებით დიდი ადამიანისთვის, ვისაც უფრო დიდი ხელები აქვს, ულუფებიც უფრო მეტი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, ვისაც პატარა ხელები და დიდი ტანი, ან პირიქით დიდი ხელები და პატარა ტანი აქვთ, მაგრამ ეს პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ მოგვიანებით ყოველთვის შეგვიძლია ულუფების რაოდენობების მომატება ან შემცირება. ამ მეთოდით წონის მომატებას და დაკლებას რაც შეეხება, ესეც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. დაუშვათ დაიწყე ხელების მეთოდით ჭამა და აღმოჩნდა, რომ პორციების რაოდენობა ზუსტად იმდენი გამოვიდა, რამდენიც გჭირდება. ანუ წონას ინარჩუნებ და არც იმატებ, არც იკლებ. აქედან დაკლება თუ მოგინდება ძალიან მარტივად, შეგიძლია უბრალოდ 1 პორცია ცხიმი და 1 პორცია ნახშირწყალი ამოაკლო. ანუ დღის განმავლობაში 1 ცერათით ცხიმს და 1 მუჭ ნახშირწყალს აღარ მიიღებ და დაიკლებ. ხოლო მომატება თუ მოგინდება, უბრალოდ პორციებს გაზრდ. ანუ 1 ცერათითით მეტ ცხიმს და 1 მუჭით მეტ ნახშირწყალს მიიღებ. თუ ეს საკმარისი არ იქნება, კიდევ მომატებ და ასე შემდეგ. სულ ეს არის. ხელების მეთოდს მეტი მითითებები არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს 100%-ით ზუსტი ან ყველაზე ეფექტური მეთოდი არ არის, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის, ვისაც ზედმეტი თავისატკიება არ უნდა, ეს იდეალური ვარიანტია, იმიტომ რომ საკმარისად ეფექტურია და ძალიან მარტივიცაა. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.